გუდაურის ეპიზოდს ვიღებთ დღეს. გუდაურის დევო, ერთდროს ვიადებო, შენ კრიალა გუდაურისა. მარტა საოცარო, გადასახედებო, ამისთანა სადიმოდი სხვა. ხალხო, ტყუილში ცხოვრობთ, ანა მხოლოდ გადაღებებზე ჭამს. ზედმეტად კარგი განწყობაა. აბა ცხელი ცხარე გოგრის სუპი. ამ შვენიერ დღეს გავუმარჯოს. აბა გავუმარჯოს სუპი. გავუმარჯოს. სხვა დონეა. მენიუში გვაქვს ამინდის შესაფერისი კერძები. მიდით ბიჭები ყველაფერი გამოვა. Who's the boss? სამი ხვანეთ აქიდან. ვიცი რა გუდაურელები ჩამყოლავენ. ამოიწერეთ რა. დილარის მშვენიერი გადასარევი 8 საათი არა ვიტყუები 9 საათია გვინდოდა რომ 8 საათზე ყოფილიყავით აქ მაგრამ დაგვაგვიანდა გუდაურის ეპიზოდს ვიღებთ დღეს საჭამოთ გუდაურამდე გზაში აპრესკი დამბები სად გავერთოთ საღამოს გუდაურში და გუდაურიდან უკან კიდევ საჭამოთ პირველი გაჩერება არის ჟინვალის სმარტში სხვათა შორის ახალია და კაია იმიტომ რომ გუდაურის სმარტამდე ვიყავი ყავას ჩამოვისხამთ საბუეიც არის იქით მაგრამ ლაშას ჰოტდოგი უნდა მე ხინკლის ჭამა მიწევს გზად ასე რომ ჰოტდოგისგან თავს შევიკავებ მარტო ყავას თავლი ჩემმა მეგობარმა მარიამ გალავაჩოვამ შემაყვარა ჟელიბონები საშინლად და მიქაელა შიფრინი ჭამს თურმე შეჯიბრის წინ და მე ვინ ვარ ჟელიბონი რო არ ჭამა მთაზე 15 თებერვლის ჩათვლით ჰოტდოგზე 50%-იანი სასტოკლებაც არის. აბა. ცოტა კი მომინდა, მაგრამ რაღაცა ძალიან ფაფუკებურია. ლაშა შეჭამს. მე ფიზიკურად ვერა, უკანა გზაზე შევჭამ. აჰა. წავედით. გავავშოთ აბზი. ვინანე რო არ ჭამე ერთ ლუკმაში შეყლაპა ფუმფულ ახალი პურიაო ისა გამომეჩინება რემ 800 გამომწერი დაგვრჩა ლაშას გამოჩენამდე და 20.000-მდე გამოიწერეთ რა სხვებსაც გამოაწერინეთ მეორე გაჩერება ფასანაური ქავთარაძეები მენიუში გვაქვს მარტო ხინკალი დილის 10 საათზე აჩხოტის მონასტრის ლუდი. კარგია რაღაც ადგილობრივი საინტერესო ლუდი აქვს ჩამოსასხმელი. კრაფტია. ცოტა მომჟაოა. აი ხა არ დამიწყოთ ჩანგალი და ძალიან გემრიელია. ცოტა მაშია ოღონდ ჩემთვის ლაში კაი წუნიანი თალა ცოტა ზედმეტი მარილი აქვს რა სიმცხარე კაი რამდენიმე ათეული წელია მე მგონი ეს ქავთარაძეები არსებობს და ხარისხი მშვენიერია მაინტერესებს შენი აზრით გემლაშობა თუ არა ხეს გამოგიტანა ჩანგლის ჭამა. კაი, მაინც ვერ შეჭამთ ამდენს და ერთ საცავი. უზნეოდ მოვიქეცი წვენი კაუში. ცომი ძალიან კარგი იყო. არა, ფაშტ კარგი იყო. ცოტა მწვანილები აქვს, კი გაგვიკვირდა ეგ. ლაშას საერთოდ არ ემლაშა. მოკლედ, მე რაღაც ბოლო დროს ბევრი კერძი და საჭმელი მემლაშება ხოლმე. რა ვიცი. კაი ცხიმიანი იყო, შედარებით უფრო ცხიმიანი იყო ისეთი, ხო? არა? ხო. ამას დალევ უნდა. რა ინაღულება საჭესთან არის თუ რა?
მოკლედ აპრესკი პროსეკოს გარეშე არ იქნებოდა. უკან ჩვენი ქეთოს მარტის თანამშრომელი იმას ბექგრაუნდს მიტყობს. და გენჯღრია გული დაწყდა რო არ გადმო ქუშქუშდა. ეს აპრესკის გაუმარჯოს. დღეს აპრესკი ცოტა ადრე დაიწყო, იმიტომ რომ ნისლი იყო, იმიტომ რომ აქ ზედმეტად კარგი განწყობაა. ავთო კეცილებს აკეთებს და ჰოთ-დოგს და გადავიდეთ იქით და გავსინჯოთ. იმცელარიკია ძალიან ცუდად უნდა მოვიქცე და უნდა ვიცხოვო ურიგოდ, იმიტომ რომ სოლიკოშის ჩასასვლელები ვარ. კეცილი, გადაკეცილი. კარგად გამოიყურება. ხაში აი ამ აპრესკის მართლა თავისი ხიბლი აქვს და ცალკე. გაჩერება ურთიერთობა ადამიანებთან გემრიელა ჭამა. ნახე რა ცხელია. აუ, კაია. ყველი კაი ჩამდნარია. როგორი ეცე დაშლილი ყველები რო ახალმე არ იგრძნობა, მე ისეთიც მიყვარს. აი, იყო კეცილი. მარისკა, შენთან მოვდივარ. ბერაშვები. პირველად ვარ ცხოვრებაში გადაღების იქეთ ზამთრის კურორტზე. მოგივოცავ. ჩემ პირველ ხაში ამასლაც გაუმარჯოს გადაღების გარეშე, მაგრამ მაინც გადაღებით. ხო. ნიუცა და ნიკა ცოტათი მენატრებიან, მაგრამ გუშინ ჩამოვედით მესტიიდან. და პირდაპირ გუდაურში ამოვედი და მესტიის ეპიზოდი იდება? 12 თებერვალს. ხო, მაშინ ნახეთ მესტიის ეპიზოდს. ამ თოს ნახე. თქვენ რეჰანი გამოიწერეთ, ძალიან გემრიელობებს სინჯავს ანა. როგორ არ სუქდები და მაგრამ აინტერესებს მეც. აი, იმას მიწერენ. პატარა აღიარებას გავაკეთებ, რადგან ყოველთვის მაგდეს არ ჭამ, ყოველ დღე ეპიზოდში ბევრი გამომდის ხოლმე და თან ვარჯიშობ და თან კბილსაც არ ჭამ ეპიზოდის გარეშე. მარტო გადაღებებზე ჭამ? ყულში ვაცხოვრე. მოყურებელს ხალხო, ტყუილში ცხოვრობ, ანა მხოლოდ გადაღებებზე ჭამს. მაგდე კამერის იქით არ ჭამს. სოლიკოში ჩამოსრიალდით. აქაც აპრესკი ამბავია. ნოდარი კოხუცშვილი და მისი ბენდი. ლუკა, ნიკალა, ლიკუნა, კიდევ ვინმე აქ? არავინ გამომრჩეს. უკრავენ, კარგია ძალიან. აქ ხვალ არის ლიზა რურუას პოპ-აპი. ხო და ჭამის ამბავს ხვალ გადავიღებთ აქ. ჭამის ამბავი დღეს არ გვექნება, დღეს მარტო გართობა. გათენდება, ება, და მზე ამბობა, უბა, დაგამდება, ფარემბო, გუდაურის დევო, ტერტროს ვიადებო, შენ კრიალა გუდაურისა. მარტა საოცარო, გადასახედებო, ამის თანასადი მოგისვა. გუდაურის საღამოს გართობა ბლეკდოგში იქნება. თბილისში კი ნახეთ ბარების ეპიზოდში ბლეკდოგი. ლაშას ესეთი მაისური აქვს. სპლიტჯის ამბავში. ვინც სპლიტჯი არიცით ბაკურიანის ეპიზოდი ნახეთ. ჯერ სიმშვიდეა. ადგილი თუ არ დაჯავშნე ვიკენდზე დაჯდომის შანსი არ გაქვს. ცოტა ხანში აქ დაიწყება ერთი ამბავი, აი ისეთი ამბავი და ნემს ვერ ჩააგდებ. საღამოს გართობაც იწყება. რა შევგვეთე? ორი გინესი შევგვეთა. უცხოელმა სტუმრებმა
მეგობრებმა შემოგვიერთეს. კაია, მიხარია ესეთი ამბები და კარგი სტუმრები საქართველოში. ეს ის ჩვენი ლიზა, ეს პოპაპი აქვს სოლიკოში. ზადება აქვს. წვნიან საკეთებს. მიდი დაკეტე. ფანჯრიდან შემოუძვერი სამზარეულოში. ძალიან გვშია მე და ლაშას, აი უძალიანესად ისეთი ამინდია ნისლი და თოვლი ძლივს ჩამოუფრობხდით ტრასით. ლიz, რა გაქვს მენიუში უცებ გითხარი? Gogris creme soup გვაქვს და slow cooked barbecue pork butt. ორივეს გავსინჯა. ჯერ ხალხი არ არის. ნერტო შიგნით სხედვართ რამდენიმე ადამიანი. სანამ ლიზა ამზადებს ამბებს, ჩვენ შიგნით ვართ. ნოდა და ეს არის გამაჯანსაღებელ, გამაცოცხლებელ, გამახალგავებელ ჯარი. ჯარი იქიდან ლაშამ მოგვიჭახუნა ლუდი. არა გამაჯანსაღებელი. არა ჯანსაღი ლუდი. და ჩვენ სვამთ ამ გამაჯანსაღებელ ჩაის, რომელიც დილით და სიცივეში წააკაი. იტნა შიგნით ჯინჯერი, თაფლი, ლიმონი. აი იქით პოპაპის ამბავი ზადდება. ლაშას ყვავილი უნდა დავადო ესე სახე და ბავშვებს რა დებენ. აი მოიცა და მაგაზეც უნდა დავაკომენტაროთ, სულ რამდენი დაგვრჩა? 700 გამომწერია. 700 კაცი ახლა აი რო ფიქრობ რომ არ ქნა ქენი. და всё. ლაშას გამოჩნდა. აბა ცხელი ცხარე გოგრი სუპი და ღორის სენდვიჩი. ვისუნ. ეს соусია. ეს соуს. ჩავა დაგატეხა. გამარჯობა. ინებებთ. Barbecue sauce. Slow cooked. დავწყოთ გოგრის წვნიანით. კარგია. ცოტა სიცხარეს დავამატებდი და წავალ ხა დავამატებინე. კაი თხელია. წვნიანის ისტორია ეგრეა, ბავშვობაში ხტენიან, არ გიყვარს. მერე იზრდები, მაგრამ გიყვარდება, მაგრამ აღარავინ გიკეთებს. საშუალო ყოველდღე კარგი წვნიანი ქონდეს დაინაირი გასვლა. ამ შვენიერ დღეს გავუმართოს. გადავედი მეორე კერძზე. და რო ვიღებ. მაგარი ხდება ბარბეკიუ საუსი. ხორცი როგორც slow cooked შეეფერება ურბილესია. კაია. გარნირი ხრაშუნა. კომბოსტო სტაფილა და ალბათ მაიონეზი, ხო? მენიუში გვაქვს ამინდის შესაფერისი კერძები. ეხლა ვიღებთ რაღაც ტრენდს. უკან, მოიცა. გაიარო. შოლო, გამოდი, შოლო. შოლოკა. ბიჭები ყველაფერი გამოვა. შოლო, გამოდი. Hey! შო საკელები და მაგიტო. სელფის რუბრიკაში დღეს გუდაურის შექმნის ისტორიას მოვყვებით. 1980-იან წლებში შეიქმნა, ამ დროს ბაკურიანი უკვე
აქტიური სამთო სათხილამურო კურორტი იყო და ძალიან საინტერესო გუდაურის შექმნის იდეა. ბაკურიანში ჩატარდა 80-იან წლებში საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც კურორტების განვითარებას მიეძღვნა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ თან ესეთი ქვეყნებიდან სამთო სათხილამურო კულტურის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული და მოკლედ გადაწყდა რომ გაკეთებულიყო კურორტი. იმავე წელს საქართველოს ჩამოვიდნენ სათხილამურო ცენტრების თაგეგმვის სპეციალისტები, რომლებმაც სხვადასხვა ადგილი შეისწავლეს. კომერციულად მოკლედ ყველაზე პერსპექტიული იყო გუდაური. ფანტასტიკის სფერო იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგან მაშინ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში რუსეთის გარდა უცხოური ინვესტიციები ესე არ იდებოდა და გუდაურში განხორციელდა 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია ავსტრიული, სადაც თანამონაწილეობა მხოლოდ 10% იყო საბჭოთა კავშირის და მთლიანად იყო ავსტრიული სესხიმებლად. ყოფილი მთასვლის ცეკას მდივნის სოლიკო ხაბეიშვილის ძალისხმევით გუდაური გადაეცა ცეკავშირს, საქართველოს ცეკავშირს. და ესე გადარჩა იმისგან, რომ მთლიანად საქართველოს მართვის ქვეშ იყო და არ ექვემდებარებოდა მოკლედ საკავშირო სტრუქტურებს. 1988 წელს ავსტრიელების მუშაობის შედეგად გაშენდა 4 საბაგირო და სასტუმრო შესაბამისი სტანდარტებით, რომელიც მიიღებდა სტუმრებს, მაგრამ აქაც რაღაც დიდი შეფერხება იყო. გარკვეული დროის განმავლობაში თუ არ ვცდები 1 წლის განმავლობაში სასტუმრომ ვერ დაიწყო ფუნქციონირება და მერე უკვე ავსტრიელებს გადაეცათ მმართველობაში მარკო პოლო დაირქვა. დღემდე არსებობს მარკო პოლო და ძალიან კარგია, იმიტომ რომ გუდაურის სიმბოლოა და უნდა იარსებოს კიდეც ამ ბრენდის ქვეშ და ამ სახელით კიდევ დიდხანს. ევროპელ ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მალევე, იმიტომ რომ ჰელისკი იყო მხოლოდ კანადაში და გუდაურში. ვერტმფრენით, როდესაც აყავთ მთაზე ფრირაიდერები, მოთხილამურეები და იქიდან ეშვებიან. ესეთი იყო სელფის რუბრიკა და გუდაურის ისტორია. დღეს ცუდი სრიალი იყო, ფაქტობრივად არ გვისრიალია. ისევ ბლეკდოგში შემოვედით. ცოტა რელაქსისთვის სიდრი დავასხმევინე მე. მე საღამოს წავალთ სტუმრად ჩვენს მეგობრებთან. ალუბლის სიდრი. აბა დამწერეთ კომენტარებში სიდრევის გეპართ და ძალიან. ჩემი და ლაშას საყვარელი აქტივობა გუდაურშიც გრძელდება. ბარის გართობა. ბლეკდოგი არის ძალიან კარგი ადგილი გუდაურში საღამოს გასართობად, თუმცა პარასკევი, შაბათი და ცოტა კვირაც ისეთი ამბავია. მაგიდაზე, სკამზე ცეკვა და აი ნემს ვერ ჩააგდებ. სელფის რუბრიკაში ვლაპარაკობთ გუდაურზე. კურორტს აქვს სადღაც 20 ტრასა სასრიალო, ჯამში 70 კილომეტრია ყველაფერი ერთად, 18 საბაგირო. აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი სასრიალო კურორტია, 3000 მეტრის სიმაღლეზე ადიხარ კუდებზე. ლაშა აპირებს, რომ ჯიგას პლიტოს დღესაც მე APA-ით დავჯერდი, შოთები მოგვიტანეს დასაწყისისთვის მანდარინის. ახლა უნდა დავსვა ძალიან ინტრიგნული შეკითხვა. მე პირადად ვარ ბაკურიანის სრიალის მოყვარული. და რატო? ბევრად უკეთესი ტრასაა ყოველთვის. თოვლის ხარისხით უფრო მომწონს. უამინდობაში სრიალები, იმიტომ რომ ხეებია, აქ ალპურ ზონა და ისეთ სითეთრეა ხოლმე ვერ არჩი, ვერ ხედავ, მხედველობა ცუდია. დაგვიწერეთ კომენტარებში ბაკურიანი თუ გუდაური. ჩემთვის მაინც ვიცი რომ გუდაურელები ჩამყოლავენ. განსაკუთრებით მარიკა ბენდიაშვილის კომენტარს ველოდები. მაგრამ ბაკურიანი უფრო კარგია სასრიალო, უფრო ხშირად არის ამინდიც უკეთესი ტრასაც და არ დადეგებს პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ბევრად ნაკლები ხალხი. დავიწყოთ მანდარინის შოთით. But that doesn't matter. The person. ვიცი რას გავს? მოკნალა შოვებსვამ. გავლოცდი. კონტროლად გავცინჯე. შოთი ესე უნდა დავლიოთ რა კლუბობ.
ლიმონჩელოს გავს. Hello. Black Dog-ი კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ უფრო მეტად ევროპელი ტურისტები არიან ხოლმე. შაბათს რო გავერთეთ, შეგვიკედლეს ტურისტებმა დღეს გავიცანით ჩეხი ტურისტი, რომელმაც თქვა რომ 2016-ში ჩამოვედი პირველად და მაგის შემდეგო აქ ხო ბინა ვიყიდეო, ჩემს სამეგობროს ვაყიდინეო ბინებიო, free rider იყო და ყოველ წელს აქვაა რომ APA-ს მოვსვამ. და ლაშა გასპლიტავს ჩის და მე შევეცდები ისე გადავუღო რომ არ გამოჩნდეს, თუმცა სულ მალე ლაშაც გამოჩნდება. აბა, გაგუნაჯოს. ვერა? ჩემი ჯერია, ჯის. Who's the goat? ველოდებით გინეს სპონსორად. იმიტომ რომ ჩემი და ლაშას ერთ-ერთი საყვარელი ლუდია. ეს არის მეოთხე დღე. შველა ჭირდება. დღე მეოთხე ვინც ხედავს წამიყვანეთ აქიდან. მეგონა რომ უცე გადავაგორებდი და აი ჩვენმა მეგობარმა მეკივაო. ნამდვილ ბარში ფეხი უნდა გეკრობოდეს იატაკზე, ხო თქვით? ნახე ჩანს თუ არა არ ვიცი. გეკრობა. დღეს ორშაბათია და აპის გულაობებია. დღეს ყველაზე ისეთი მსუბუქი დღე აქვს და დღეს მაგათი შაბათკვირა. აბა გაუმარჯოს ფას. ფას მეგობრები. ფას გაუმარჯოს. ის მეგობრობა სხვანაირია. მაგარია. თანზე და მეგობრებზე კლასიკური კომბინაცია შეიძლება იყოს თონის პური და ყველი. მარტო. იგივენაირი კლასიკაა. საკონის ხორცი, კომბოსტო, აისბერგი, ან სალათის ფოთლები არ ვიცი. გასაუსი. ძალიან უხდება ყველაფერი ერთმანეთს, კარგი მიქსია. სტეიკის ხორცი ესეთია, გემრიელია. Well done, მაგრამ რბილი. ლუდი არ გიყვართ და წეგვა არ გიყვართ. აბა მაინც გაია Black Dog-ს მინიმუმ. საშუალო სოფელში ის მომეწონა, რომ ყველა ჯიხურში სხვადასხვა რაღაც არის, მრავალფეროვანია. აი იქით არის სოსისები, დესერტები, ფენქეიქები, ვენურიო სოსისი, ჩვენს წინა ეპიზოდში ვენურ სოსისზე იგივე ფრანკფურტერზე ბევრი ვილაპარაკეთ და გამიკვირდა ძალიან. ბევრი უარყოფითი კომენტარი იყო how it's made, ანუ როგორ კეთდება მაგ ვიდეოზე. არა და არ ველოდ.
უბრალოდი. ჩვენ ძალიან გვიყვარს მაგის უცხოური ანალოგი რაღაც მსგავს სტილში გავაკეთეთ და კიდე ერთი უნდა ვცადო მაინც რომელიმე სხვა დიდი წარმოების კიდევ. რეკლამაა თქვენ რა და რეკლამაა აბა რა. რეკლამა ვისაც არ ეშინია თავის საწარმოს გამოჩენა. ხო, კი ბატონო, მართალია, ანუ რეკლამაა. უბრალოდ რეკლამაში ვაჩვენებთ იმას, რა როგორ მზადდება. სულ ეს არის. მაგ ვიდეოს მიზანიც ეგ იყო, რომ წარმოების პროცესი სრულად გაჩვენოთ. ხა იქ იყო ისეთი კომენტარებიც, რომ აუ ვიდეოში რაც აჩვენეთ, რეალობაც ეგეთია, თან ეჭვმეპარება უდიდეს საწარმოში, უცებ ჩვენთვის გადაეწყოთ რაღაცეები და ვიდეოსთვის სხვანაირად ეწარმოებინათ, მაგრამ ნუ რა ვიცი, ეს უკვე ყველას თავისი მოსაზრება აქვს. სხვა საწარმოებს, ვისაც არ ეშინია, თავის წარმოება გამოაჩინოს, ველით ხელგაშლილები. ხინკლუკები უნდა გავსინჯოთ, პატარა ჯიხურია აქ. თბილისშიც ქონიათ ესეთივე, თუმცა გასტრით ფუდება ამ ხინკლუკების აქ მოხდაო და თვითონვე მოგწერეს. მოდით გაგვისინჯეთო და აბა გავსინჯოთ. სოკოსია, ხორცის და ყველის, სულგუნდ. აუ ეს გლინტვეინი სულ მინდა კიდე. სხვათა შორის ძალიან გემრიელი გლინტვეინი ქონდა დანქინს. ვაი. აბა ისინია ყველი, ესენია სოკო და ესეც ტრადიციული ხორცი. კი ბატონო. ეს არის соуსი, არეჟნის და ნევრის, რომელიც ძალიან ხდება რა. აი, აღსინჯა და მადლობა. ესე წყუპი მაშინ ამზადებთ ახალ-ახალს? ახალს, იმიტომ რომ ჯერ უნდა მოიხარშოს, უნდა გაცივდეს, გარეთ ცივდება, ვაშრობთ და მერე იწვება ფიჭოში. გასაგები. აი, მადლობა. გემრიელად. აი, მოდი დავიწყებ სოკოთი. ეს სოკოა ხო შუაში? ეგ ხორცია. ხორცია. კაი, ხორცით დავიწყებ. ძალიან კაია. განიერი ხინკლუკა. ხوارე ხინკლის ფანები. და არიან შემწვარი ხინკლის ფანები. მაგათ ყველას ძალიან მოგეწონებათ. ანუ გემრიელია ძალიან, ხორციც ისე იგრძნობა. არ უნდა ელოდოთო ტრადიციულ წვნიან ხინკალს, რა თქმა უნდა, ეგეთ პატარაში და შემწვარში წვენი არ არის. შეიძლება ცოტა უფრო პელმენსაც მიემსგავსოთ, მაგრამ შეწვაც უხდება და ფორმა მომწონს თან დაცული როა. გადავიდეთ სოკოზე. სოკო ძალიან გემრიელია. სოკოს ხინკლისთვის უჩვეულოდ გემრიელია, იმიტომ რომ მე მგონი შიგნით სოკოს შემწვარია. არ არის ხოლმე ხინკალს შემწვარი სოკოები. შემწვარია ცალკე? ტარხუნა, მოთუშულია სოკო. ამიტომ მომეწონა. ჩახარშული გემო არა აქ და მაგან გასწორ. გადავედი სულგუნზე. ეს ხდება соуსი. სულგუნი მე მგონი სხვა დონეა. ძალიან გემრიელია. მიწელება. შემწვარცამსაც მაგრად უხდება და соуს ხო საერთოდ. ყველგან ეს соуსი სულგუნისას უხდება, მე თუ მკითხა. სვანეთში ავდივართ ორ კვირაში, მისტიაში. ოღონდ უშკულში გადავიღებთ ეპიზოდს, ძირითადი იქნება უშკულში. ძალიან მინდა სვანური მარილის და ნარჩვის გადაღება და სრიალს და იქაც გართობის ამბებს გადავიღებთ. ოღონდ შაშანდაელისგან ცოტა განსხვავებით. ყველაზე ცნობილ კაფეშიც მივალთ ლაილაში. ზემო არაგვში მოვედით, სასტუმროა და რესტორანი და ხინკალი უნდა ვჭამოთ. კარგი გუდაურული ხინკალიაო, ესე გითხრეს. კობი გუდაური დაკეტილია, მანქანაძლევს გავაჩერეთ, იმიტომ რომ იქით ტრაქტორები ხრიან და რა ვიცი, ყველაფერი სითეთრეში. არის ხინკალი, რომელიც ძალიან გვიქეს და გვირჩიეს. პირველ რიგში მოსვამოხმო, რომ არ არის ფენსი და კაპრანჭული რესტორანი.
სახლური ცომი აქვს ამ ხინკალს. ზოგს ეგეც გემონებსაბავე, ზოგს პრიალა უყურს, ზოგს სახლური და ესეთი. და აბა გავსინჯოთ. ვაშა ჭამს. შემეცოდა. თან იმდენი იწვალა, მანქანა ვთხარეთ დაახლოებით მეტრიანი თოვლიდან. აი ცხიმიანია, აი ჭუნიანი. აი ეს უფრო მთის ხინკლის გემოზეა. მე მგონი ფარს უდნავ მეტი ღორი აქვს ვიდრე აქვს ხოლმე თუ მეჩვენება. გუდაუში თუ დაფიქრდებით რა ვჭამოთ ან ყაზბეგის გზაზე ღირს ზემო არ აქვს ხინკლის გასინჯა. სადაც რესტორანი ზემო არ აქვია. აქედან დაიწყო გუდაურის განაშენიანება ფოსტასთან. ეს ჩვენი გუდაურის მოგზაურობა. ჯინვალში სმარტით დავასრულეთ. ერთი ვიცი რომ სვანეთი გვაქვს წინ, კარგი ეპიზოდები გამოვიდეს. ერთი კიდევ ვიცი რომ ლაშას გამოჩენა გვაქვს წინ. ალბათ ეგეც კარგი გამოვა. მანამ და ნახოთ შეიძლება სადმე თბილისის შემოგარენში გავიაროთ საინტერესო სტუმრებთან ერთად.